იმას მოუშვებს რავალფერონების დოზა მაინც დიდი არის, იმიტომ რომ არის და გავლენებს კი გითხარი, მე როგორ გითხარი? ტოტენჰემი ებრაელების გუნდი, არსენალი ცოტა თანამედროვე ტიპაჟების და მეტად ჩავკანიანი ქომაგობა და ნიგერიული ამაიკური ბაზა. ხო, ეგ ჩვენ არა გვაქვს. QPR არის ამავდროულად, როგორც ჩემი მეგობარი მეუბნება, გიორგი ფირცხალიანი, რომელიც თამაშზე იყო, არის ყველაზე საჩვენო გუნდიო. არც ვოლკები არიან და არც ლიბერალებიო და რაღაც შუაშიო. ბრენდფორდი შენს კი იცი რას ნიშნავს და რა ატმოსფეროს აკეთებენ. ვესტჰემი და მილუოლი თავის სიგიჟით და მე იმიტომ გადმოვწია აქეთ. რო ფეხბურთი ინგლისურია. რო ფეხბურთი ინგლისურია. იგი ხო ჩემთვის დაიწყო ბიზნესი. არა, მე არ გედოები ამ შემთხვევაში. ჩემთვის აი რომ მკითხო რა, ემოციურად ცად ვარ, როგორც ქართველი, აი ქართველი. შენ რო ბრაზილია გეთქვა ნახდაც ეგედა. არა, მაგას ვერ გავბედავ. ამ გამორიცხულია, შეუძლებელია თქვა, ანუ ორი ქალაქია, რომელსაც შემიძლია თქვა, რომ არის საფეხბურთო. ლონდონი და ბუენოს აირესი. ორი ფეხბურთის დიდი ქალაქი. მაგ მარჯოს განეცვალე.